ჩვენი შემდეგი სტუმარი ვიქტორ ყიფიანია, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა თქვენთან ვისაუბრო ოცნებისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე. ამ ეტაპზე თუ ჩვენ ოცნების ლიდერების განცხადებებს დავეყრდნობით, ერთადერთი რაც მათ აიმედებთ არის ღირებულებითი თანხმედრა. ეს სიტყვები ჩვენ ხშირად გვხვდება მათ პოზიციებში, მათ განცხადებებში, რომ არსებობს ტრამპსა და მათ შორის ეს ღირებულებითი თანხმედრა, რაც მათ აძლევს საფუძველს, რომ რაღაც ოპტიმისტურად გათვალონ და ასე დაინახონ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა. თქვენ თუ ხედავთ ამ საფუძვლებს, ამ ეტაპზე რაც ჩანს, აქვს თუ არა საფუძველი ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზებს ურთიერთობის აღდგენის შესახებ? არის თუ არა ღირებულებითი თანხმედრა? საინტერესო შეკითხვა არის. ცალსახა პასუხი არ მაქვს, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქ ალბათ იმდენად ღირებულება და თანხმედრაზე არ არის, რამდენადაც საქმეთა კეთების განსხვავებულ წესზე. და ამ მხრივ ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ხედავთ, რომ ზოგადად როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება არის მეტად განსხვავებული, უფრო ბიზნეს ყაიდაზე მორგებული. ალბათ აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ სწორედ ის სავარაუდო ოპტიმიზმის ნაპერწკალი, რომელიც ჩვივის ქართული ოცნების მესვეურთა განცხადებებში, რომ ამ ნიადაგზე, რომელიც ინტერესთა თანხმედრას ემსახურება, არა ფასეულობათა, არამედ ინტერესთა თანხმედრა, შეიძლება მათ სადღაც ღრიჭო იპოვონ საშუალებების შესაძლებლობებისა და საერთო ენა გამოძებნონ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მე სულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ როდესაც კითხვა ისმის, შეიძლება თუ არა ტრამპის ადმინისტრაციამ და ოცნებამ მოძებნონ საერთო ენა, ჩვენ ამის ალბათობას ბოლომდე არ უნდა გამოვრიცხავდეთ. ამის ალბათობა არის, ახლა სხვა საკითხი არის, რამდენად მაღალი არის თუ დაბალი არის და მეგობარი აქტი ალბათ გარკვეულწილად ამის საშუალებას ამცირებს, მაგრამ აბსოლუტურად გამორიცხვა, რაც რა თქმა უნდა ამის არის შეუძლებელი. ეს დიდწილად დამოკიდებული არის არა იმდენად ოცნების სურვილზე ვიმეორებ, არამედ ზოგადად შეერთებული შტატების ტრამპის პერიოდის, ტრამპის კადენციის შეერთებული შტატების ხელწერაზე, მათ დამოკიდებულებაზე არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ რეგიონის მიმართ. ალბათ ასე უნდა შევხედოთ ჩვენ, სად იქნება პრაგმატული ტექნოკრატიული ინტერესების თანხმედრა და იქნება თუ არა საერთოდ ასეთი. და შეგიძლიათ უფრო გაშალოთ ინტერესთა თანხმედრა რა შეიძლება იყოს, ანუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ახლა ქართულ ოცნებას, რომ ურთიერთობა, რომელიც მისი პოლიტიკის გამო შეჩერდა პარტნიორული თანამშრომლობა, ახლა აღადგინოს. ჩანს რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მოწადინებულია. ეს დიდწილად დამოკიდებული არის შეერთებული შტატების დამოკიდებულებაზე რეგიონისადმი და იმ გეოპოლიტიკურად ბუფერულ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერჯერობით ორი ბანაკის გაყოფის გეოპოლიტიკური გაყოფის გასვლი არიან, ეს არის საქართველო და უკრაინა. მოლდოვა გარკვეულწილად. ალბათ ეს სურათი, ეს დიაგნოსტიკა, რომელიც უფრო ცხადი გახდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორი იქნება, ვთქვათ, ის პირობები, რაც გადანაწილდება იმ შესაძლო სამომრიგებლო შეთანხმებაში, ჯერ ცეცხლის შეწყვეტის მერე, ეს გარკვეულწილად გავლენის მატარებელი იქნება რეგიონზე. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ესე ვთქვათ, ასე ინტერესთა თანხმედრაზე, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნო ჩემი დამოკიდებულება, გარდუვალი არის, რომ უკრაინაში ომის დასრულება, რასაც ლამობს ტრამპი, ნებისმიერი ხანდახან მგონია, რომ ნებისმიერი ფასადად ნებისმიერი პირობით იქნება ახალი გამყოფი ხაზის, ან ახალი რკინის ფარდის გავლების მომასწავებელი. აი, რომელ მხარეს აღმოჩნდებით ჩვენ ამ რკინის ფარდის გაყოფის შემთხვევაში, აღმოჩნდებით თუ არა ფარდის აქეთა მხარე, სადაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება თქვას, რომ გარკვეული რეგიონი, გარკვეული გეოგრაფია, გარკვეული ქვეყანა არ წარმოადგენს შემთთვის კრიტიკული ინტერესების სფეროს, აი ეს ალბათ იქნება დიდწილად გამსაზღვრელი უფრო დიდ სურათში და არა მარტო ქართული ოცნების სურვილებისა თუ განცხადებების ფონზე. და რას ატყობთ მაინც დიდ სურათში ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ 5 თვის თავზე მოახერხა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა დანიგანთან. ამერიკის ელჩი მანამდე იყო შეერთებულ შტატებში. ამ პერიოდში ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ეს მეგობარი აქტი, რომლის განხილვაც იგეგმებოდა მარტის დასაწყისში, გადაიდო მარტის ბოლოსთვის და რაღაცნაირად შეიძლება დროც მიეცა ქართულ ოცნებას, სწორედ ამ პერიოდში ხდება შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან. და ერთი შეხვედრის ორი სრულიად განსხვავებული ტექსტი, რომელიც საელჩომ და სამინისტრომ შემოგთავაზა. ერთი შეხვედრის სრულიად ორი განსხვავებული ტექსტი გეთანხმებით, ტექსტი ქართული ვერსიაში უფრო განზოგადებული და
ტექსტი, რომელიც პრაქტიკულად კონკრეტული დასკვნების საშუალებას არ იძლევა. ამერიკული ვერსია, რომელიც თითქოს და იძლევა მინიშნებას, რომ შეხვედრის დროს იყო კონკრეტიკაზე საუბარი, მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო მხოლოდ შეხვედრის გამო. მაგრამ მოდით ახლა ჩვენ რახან პირველ შეკითხვაზე პასუხის ფორმულირებისას ვეცადეთ, რომ ყოფილიყავით რეალისტები, ცოტა იმედიც მივცეთ ჩვენს მოსახლეობას და მსმენელს და აქაც რეალისტურები ვიყოთ იმედში, ხა თქვენ მეგობარი აქტი ახსენეთ რუსუდან. აი, როდესაც ჩვენ საუბრობდით ამერიკის დამოკიდებულებაზე, ასეთ გეოპოლიტიკურად გამოკიდებულ რეგიონებთან და ჩვენ უგვეწყინება ეს ზედხედით ასე ვჩანვართ ჯერჯერობით, ჩვენი გეოპოლიტიკური ბედი ჩვენ კი გვაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ დასავლეთის საბოლოო ჩამოყალიბებული ჯერჯერობით ამაზე არ არის და უფრო გაცილებით მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ეს არის არახალი თემა, ეს მომდინარეობს ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტების მხრიდან, როდესაც ამერიკელებმა დასვეს ესეთი მარტივი შეკითხვა. პრიორიტეტების რაოდენობა გაცილებით უფრო ჭარბობს ჩვენს რესურსებს. და როგორ შეიძლება ჩვენ პრიორიტეტები ზოგადად გლობალური მოვიყვანოთ თანხმდელში ჩვენ რესურსებთან. აი მეგობარი აქტი, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ და მე მინდა ოპტიმიზმის ხაზზე გადავიდე, ოღონდ რეალისტურად. ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები დღეს მსოფლიოს მრავალ კუთხეში არის მიმოფანტული და მე ამას ხშირად გლობალურ ნაციონალიზმს ვეძახი, ნაციონალიზმი მაგრამ გლობალური ნიშნით, მეგობარი აქტი მე ყველაფერთან ერთად ჩემთვის არა მარტო საქართველოში ძალაუფლების საკითხთან არის დაკავშირებული, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ღირებულებასთან. აი ეს ამ აქტის მიღება ასე გამორჩეულად, მისი ინიციირება ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკურად, გეოეკონომიკურად ქვეყანას ჯერჯერობით ამერიკელების თვალში აქვს გარკვეული ფასი, გარკვეული დატვირთვა, გარკვეული ღირებულება და ისინი მზად არიან, რომ არა მარტო კანონმდებლობის დონეზე, არამედ მისი მიღების შემთხვევაში გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური, გნებავთ ემოციური რესურსი მოახმარონ ამ ღირებულების წამოწევას. ალბათ ამაში უნდა ვეძებოთ ჩვენ მთავარი ინტერესი, იმიტომ რომ ეს დაყოფა, რომელიც დღეს მიმდინარეობს ამერიკულ აკადემიურ წრეებში, რომ რა არის პირველადი ინტერესების გეოგრაფია და რა არის მეორადი ინტერესების გეოგრაფია, ეს მეგობარი აქტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს არა პირდაპირი ნიშნით ვიმსჯელოთ, რომ საქართველო არ არის მეორადი ინტერესების გეოგრაფიაში, არის პირველადი ინტერესების გეოგრაფიაში. ეხლა რამდენად ჩვენ ამაზე დავაშენებთ ამ მიდგომაზე, ეს უკვე ჩვენი ამოცანა არის. ფაქტია, რომ შეერთებული შტატები გვთავაზობს ჩვენ ასეთ თამაშის წესებს, რომ შეერთებული შტატები ვერ იქნება ჩვენი გეოპოლიტიკური ძიზა. ამერიკის ადმინისტრაციის მიდგომა არის მყარად დაფუძნებული ფუნქციონალურ სარგებლიანობაზე. რამდენად ჩვენ ამ აქტიდან გამომდინარე, ძალაუფლების საკითხიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც საქართველოში პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება და საქართველოს სახელით საშუალება მიეცემათ ისაუბრონ აბსოლუტურად ახალმა ძალებმა და ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა, რამდენად შეძლებელია ისინი, რომ პოლიტიკურ სარგებელზე, კონკრეტულ ფუნქციონალურ სარგებელზე ესაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს უკვე რა თქმა უნდა ქართული პოლიტიკის თავარი საზრუნავი და ამოცანა იქნება. და თუ კი ექნება მას თანხმობა მეგობარ აქტს, ეს 27-ში არ გადაწყდება ბუნებრივია, უბრალოდ ამის ასე ვთქვათ განხილვა დაიწყება და მოსალოდნელია რომ ექნება თანხმობა, რადგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რა გავლენა ექნება მაინც თქვენი აზრით, რა შეიძლება აქ ვნახოთ, რა კონკრეტული თუ პრაქტიკული შედეგი ქვეყნის შიგნით. უსწრაფად გეტყვით, ჩემთვის ძალიან რთულია რამე კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგზე საუბარი, ჩვენ ალბათ ამ აქტის მორალურ პოლიტიკურ დატვირთვაზე შეიძლება ახლა მხოლოდ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ ქვეყნის შიგნით სასურველი გარდატეხის მიღება ჯერჯერობით რთულია. ამიტომ რეალურად ჩვენ ამ პროცესის დამაჩქარებლების გარდამტეხი ფაქტორების მოლოდინში თუ ვართ, ამას აუცილებლად ჭირდება გარკვეული ელემენტების დაშენება ქვეყნის გარედან და სწორედ ეს აქტი ასეთი ერთგვარი ასე ვთქვათ ემოციურად ფსიქოლოგიური მაშველი რგოლი არის, მაგრამ რამდენად ჩვენ ამას გადავიყვანთ პრაქტიკულ სარგებელში, ეს ისევ და ისევ ქართული ოპოზიციური სპექტრისა და წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი საზრუნავი არის. წინააღმდეგობის მოძრაობა ახლა რა ეტაპზეა? თქვენ როგორ ხედავთ 115 დღეა პროტესტი არ შეჩერებულა, ასე ვთქვათ, თუმცა მაინც რაღაცნაირად ეს პროცესი არის დამოკიდებული ასეთ ემოციურ ფაქტორებზე, როგორც შეიძლება იყოს მეგობარი აქტი ან პარტნიორების სხვა ტიპის გადაწყვეტილებები, თუ რაზეა დამოკიდებული ახლა პროცესის უფრო დაჩქარებით, უფრო წარმატებით სვლა? ნებისმიერი მოძრაობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის იდეა არა იდეა ფიქსი.
იდეა, თავარი მოწოდება ამ შემთხვევაში ჩვენთვის არის აბსოლუტურად გასაგები. ეს იდეა ამოცანა თავარი მიზანი უკავშირდება პოლიტიკური კლიმატის გადატვირთვას, რომელიც შეიძლება მოხდეს ახალი არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების ვაზუსტებ, არა მუნიციპალური, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით. მაგრამ გამოგიტყდებით იმაშიც არ მინდა გამომივიდეს რაღაც მოლაპარაკე თავად და სადღეღელოს დონეზე. მე ვფიქრობ, რომ დღეს ამ მოძრაობას, რომელიც თანაბრად მოიცავს როგორც საზოგადოებრივ კომპონენტს, ასევე პარტიულ კომპონენტს, სჭირდება ახალი ძალა, ახალი ენერგეტიკა. მე არ მტოვებს იმის განცდა და ალბათ მე არ ვარ უმცირესობაში, რომ ეხლა ისე როგორც არასდროს ჩვენ მივახლოვდით ისეთ რუბიკონს, როდესაც შეიძლება მოძრაობა გაგრძელდეს ან მოძრაობის გამო, ან მოძრაობა გაგრძელდეს კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მოძრაობა ჯერჯერობით ამ ემოციური მუხტის გამოისობით გრძელდება ემოციურად, ძალიან ვთქვათ, საინტერესო რეჟიმში, მაგრამ კონკრეტული შედეგის დასადებად ფიქრობ, ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საკმარისი ჯერჯერობით არ არის. უფრო მეტიც მე წარმოდგენა მშება, რომ ხელისუფლებამ ძალიან მოირგო ეს რეჟიმი, კარგად მიესადაგა და ეხლა მე რომ ასევე ჩამეკითხოთ დღეს დღის წესრიგს, თუნდაც ამ მოძრაობის ფონზე ვინ კარნახობს, რა თქმა უნდა, ემოციურად კარნახობს წინააღმდეგობის მოძრაობა, მაგრამ ტაქტიკურად, სტრატეგიულად არა, ტაქტიკურად ინიციატივა ჩემი აზრით ჯერჯერობით ქართული ოცნების ხელში არის. ახალი ძალა, რაც ახსენეთ, იქნებით თქვენ? ახალ ძალაზე სიმართლე გითხრათ, რატომ უნდა ვიყო ახალი ან ძველი, ვერ ხვდები მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ ჩემს კოლეგებთან ერთად, მუშაობთ, მოუწოდებთ. მაგრამ თქვენ წარგადგენთ როგორც ორგანიზაციის მაქსიმალურად მუშაობთ, რომ დაინერგოს ახალი სტანდარტი, ჯანსაღი პოლიტიკური სტანდარტი და ეს უკვე გადათარგმნილი იქნეს ჯანსაღ საგარეო სტანდარტში. ამიტომ სიმართლე რო გითხრათ, ამ ხრივ სიახლეს მე განსაკუთრებულს ხვალიდელი დღის გადმოსახედიდან ვერავის ვერ დავპირდები. მე გავაგზავნებ იმის კეთებას ჩემს კოლეგებთან ერთად, რასაც ვაკეთებდი დღეის ჩათვლით. ახალ ძალაში ვიგულისხმერა, თქვენ წარგადგენთ ანალიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელად. შესაძლოა თქვენ პოლიტიკურ პროცესებზე ახლა საუბრობთ, ჩართული ხართ მათ შორის ამ ბრძოლაში, თუმცა შეიძლება თუ არა წარგადგინოთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლად. ყოველგვარი კეპლოცობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არ გამოერიცხება. ჩვევია ყოველგვარი რევერანსის გარეშე გულწრფელობით საუბარი. ეს ასეთი ვარიანტი, ასეთი განვითარება მოიაზრება, მაგრამ დღესდღეობით ეს ვარიანტი, ეს მოაზრება, ეს ფიქრი არის მხოლოდ ფიქრის დონეზე. ვინაიდან ახაც ჩვენ რომ ვიყოთ პატიოსანი ჩვენ მსმენელთან, ქართულ პოლიტიკურ სიბრტყეში შედეგის მისაღწევად, პოლიტიკაში შესვლის, პარტიულ პოლიტიკაში შესვლის განცხადება მარტო არ გმარა, ეს არის გარკვეული ინდუსტრია, ეს არის გარკვეული პირობები თუ კანონზომიერებები, თუ შენ მკაფიოდ არ ხედავ მათ არსებობას, თუ შენ მკაფიოდ არ გაქვს დალაგებული შენ როგორც შენი ინსტრუმენტარიები კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სხვაგვარად რა თქმა უნდა ნებისმიერი განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩება და სამისო ჩვენს მხოლოდ განცხადებად რომ დავიტოვო ჩვენი სურვილები, საკმაოდ პატივს ვცემთ საკუთარ თავს. მადლობა. მადლობა ვიქტორ ყიფიანს, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან სტუმრად. მე თქვენ დაგემშვიდობებით, ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რამდენიმე წუთში ვართ ეთერში.